დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ამ ნაწილშიც ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებულ მდგომარეობაზე, პოლიტიკურ პროცესებზე და იმ თემებზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში იყო განხილვადი. გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი კი ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე იქნება. ბატონ ლევან, მოგესალმებით, გესმით ჩემი ხმა? მოგესალმებით, კარგად ხართ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, ბატონ ლევან, კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად განხილვად საკითხებზე მინდა ვისაუბროთ. პირველი ალბათ მთავარი იქნება იმ რეზოლუციით დავიწყოთ საუბარი, რომელიც გუშინ იქნა მიღებული მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში და კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივი გათავისუფლება არის მოთხოვნილი მათი მხრიდან. 324 ევროპარლამენტარი უჭერს ამ რეზოლუციას მხარს და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია ეს და უნდა აღიქვას თუ არა სახელმწიფომ სერიოზულად და როგორი ტიპის შეფასებები უნდა მოვისმინოთ აი ასეთი ტიპის რეზოლუციებთან დაკავშირებით. მე საერთოდ სიცხვილის გრძნობა მიპყრობს, რომ ელემენტარული სამართლიანობის დამყარებისთვის ჭირდება ევროპარლამენტის რეზოლუციების მომხრობა და რომელიღაცა საერთაშორისო სტრუქტურების განცხადებებზე საუბარი. არანაირი ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ჭირდება იმის გაცნობიერებას, რომ მზია ამაღლობელი არის უკანონოდ დაპატიმრებული. შეიძლება მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, შეიძლება იგი იმსახურებს რაღაც 1000-ლარიან ჯარიმას, შეიძლება რაღაც სხვა ტიპის ამგვარი მსუბუქი სასჯელი გამოიყენოს სახელმწიფომ, მაგრამ იმის გამო, რომ მართლა რაღაც სამი თითი მოხდა ნიკაპზე, რომელიღაცა უღირს პოლიციელს, აი ამის გამო ადამიანი 6 წლით გაიმეტეს ციხისთვის, ამდენი ხანი ამყოფო ესეთ დამამცირებელ მდგომარეობაში, შემდეგ წაუყენო ბრალი კედელზე რაღაც პლაკატის გაკვისთვის, კიდევ ერთხელ მოიყვანო ამ პლაკატზე გაკვისთვის ცალკე სასამართლოებზე და მოკლედ აი ესეთი ფარსი კომედია დადგა, მგონი ეს არის საშინელება და ამას აცნობიერებს საქართველოს ყველა ღირსეული და პატრიოტული მოქალაქე და ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ძალის დემონსტრირება, შეშინება აქტიური ადამიანების, შეშინება ისეთი ფიგურების, როგორიც მზია ამაღლობელი გახლავს. მე ბათუმში მიწევს ხოლმე ხანდახან ჩასვლა, მაგალითად უკანასკნელ ზაფხულს, როდესაც ვიყავი ბათუმში სტუმრად, იქ მზია ამაღლობელიც გავიცანი, უამრავი ჩვენ თანამებრძოლი და მეგობარი ყავს და ყველა ამბობს, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ხოლმე ყველა კეთილის საქმის, ყველა სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებული საქმის, ყველა სამოქალაქო პროტესტის და როგორც ჩანს ეს ხვდება თვალში ჩვენს ხელისუფლებას. და საერთოდ ერთმა შესანიშნავმა პროფესორმა შეადარა აი ამ დგებუაძის ლოყა გოგოლის, ნიკოლაი გოგოლის ცნობილი ნაწარმოები რო არის ცხვირი, ხო? ლამის გაცოცხლდეს ეს ლოყა, ლამის დაიწყოს ქუჩაში სიარული, ლამის განცხადებები გააკეთოს ტელევიზიით და ლამის, რა ვიცი, როგორც ადამიანი და მოქალაქე აღვიქვათ ეს ლოყა. საერთოდ გებუათ. მოკლედ სასაცილოა, ფარსია, კომედია და მიდრეკილი არის აი ამ ადამიანების რეპრესიისთვის და არანაირი ევროპარლამენტის განცხადება იმისთვის არ უნდა გჭირდებოდეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ აღშფოთდეს და შეშფოთდეს აი ამ მოვლენის გამო. აი ბატონ ლევან, მე მესმის რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება არ უნდა გჭირდებოდეს და ბევრად უფრო მარტივი უნდა იყოს ასეთ დროს გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, ქართული ოცნების მხრიდან არ არის დანახული, არ არის აღქმული, არ გამოდის კონტაქტზე, არ არის კონკრეტული, ვთქვათ, საუბარი, რაღაც შეთავაზებები და ასეთი გზებით ვერ ვხედავთ ჩვენ რომ ხელისუფლება მიდიოდეს, რა გზები, რა მექანიზმი, რა ბერკეტი შეიძლება არსებობდეს გარდა აი ასეთი ტიპის ვთქვათ რეზოლუციებისა და ასეთი ტიპის მოწოდებებისა. აი რა შეხედავთ გამოსავალს ასეთ დროს? მე თქვენთვის მithქვამს მრავალჯერ და ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენი ნებართვით, რომ ხელისუფლება რეაგირებს პროტესტზე. ის რომ კანონები ესეთი გამკაცრებულია, ის რომ ეს ამ ტიპის რეპრესიებია დაწყებული ეს მხოლოდ უარყოფითი რეაქციებია. ვიგულისხმეთ დადებითად. ესე იგი შეწუხდა, ესე იგი ეშინია, ესე იგი გამოსავალს ეწევს, ესე იგი არაკომფორტულად გრძნობს თავს. აი ამის ნიშანია ეს არ უნდა დაგვაუწყდეს. რაც შეეხება დადებით რეაგირებას და ასე შემდეგ, მე მგონია რომ სიმართლეს უნდა გაუსწოროთ თვალი.
სამწუხაროდ ის დრო უკვე უკან მოგვჭა, როდესაც ვიფიქრებდით, რომ ეს ხელისუფლება რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე წამოვა, ან დაგველაპარაკება და ასე შემდეგ. ეს ხელისუფლება მხოლოდ ელაპარაკება იმას, ვისიც ეშინია. ეშინია იმის, ვინც ემუქრება მას ძალაუფლების ამ ფილმის დაკარგვის. და ასე რომ ჩვენი მიზანი ახლა უნდა იყოს, რომ არ უნდა ჩავიციკლოთ ერთი და იგივე პროტესტის ფორმებში, ერთი და იგივე აქციებში და დემონსტრაციებში. რა თქმა უნდა, ამ აქციებს თავისი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ისინი შენარჩუნდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ არის გასაძლიერებელი სხვა ტიპის პროტესტი. არის გასაძლიერებელი პროტესტი, რომელიც არის სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. უამრავი კერა ესეთი ჩვენ ქვეყანაში, ჭიათურაში, ვანის რაიონში, არის თქვა ქობულეთში, ზის მოპირკეთების სამუშაოებზე უამრავი ნიშა, რომელსაც და ხელფას არ უხდია ნამდვილი ხანი, არის პრობლემები რუსთავში, ტყიბულის საწარმოში. თუ არ მოხდა აი ამ სოციალური პრობლემების დაკვალიფება, მაშინ ამ საზოგადოებაში, ესე იგი, ახალი სიძინის ცენტრის შექმნა შეუძლებელია. შესაბამისად, ეს ხელისუფლება ისევ კომფორტულად იგრძნობს თავს. ასე რომ ჩვენ გვაქვს დასაწყები საუბარი იცით რა თემაზე? ევროკავშირი რო გვინდა გასაგებია, დასავლეთისკენ რომ მივის სწრაფით გასაგებია, მაგრამ ეხლა არის საუბარი დასაწყები იმაზე, თუ როგორ გვესმის ჩვენ დასავლეთი. დასავლეთი გვესმის როგორც ორბანი, ვიქტორ ორბანი, დასავლეთი გვესმის როგორც მაღილეპენი, თუ დასავლეთი გვესმის როგორც ვთქვათ, უკეთესი შრომის კანონმდებლობა, ჩვენი მთების დაცვა, გიგანტური ხესებისგან და მათი მშენებლობისგან, ჩვენ ქალაქში სუფთა ჰაერის, სუფთა წყლის, სუფთა სივრცეების, საჯარო სივრცეების უზრუნველყოფა და ამ ბეტონის ჯუნგლების დაკლებება, თუ როგორ გვესმის აი ეს დასავლეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ევროკავშირისგან მიდივართ და დიქტატურა არ გვინდა, ეს ლოზუნგები როგორც ჩანს საგმარისი არ არის ამ საზოგადოებაში. ბატონ ლევან, ჩვენ ქართული ოცნების ლიდერები გვარწმუნებენ, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის შექმნილი, რომ ჩვეულებრივად განაგრძობს როგორც პარლამენტი მუშაობას, ასევე არჩევნებიც თავისუფალ გარემოში ჩვეულებრივად ჩატარდება. აი ამ თემებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თვითმმართველობის არჩევნებამდე არ არის დიდი დრო დარჩენილი. პირველ რიგში თქვენი შეფასებით უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ამ არჩევნებში მონაწილეობა და ზოგადად აი ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ და როგორ შეიძლება რომ თქვათ რაღაცა ცვლილებები მივიღოთ? ძალიან სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ კრიზისი არ არის ქვეყანაში. შეხედეთ პარლამენტში მათივე ბანაკის წევრი სახალხო დამცველი, როდესაც მივიდა დააქციეს იქაურობა, მონატრებულები არიან დებატებს, დასავლური ხაზრის მქონე ადამიანთა ლაპარაკს. მონატრებულები არიან ყურადღების ცენტრში ყოფნას, მონატრებული არიან პარლამენტარები იმას, რომ რაღაცას რო წარმოადგენენ, ეს დაანახონ სხვებს, თორე პარლამენტი არის უკვე მკვდარი სტრუქტურა. მეტი ბატონმა შალვა ბაბურაშვილმა იმასაც კი მიაღწია, რომ უკვე რეგლამენტი შეცვალა და პარლამენტი უამრავი ფუნქცია წაართვა. მინისტრის საათის ფუნქცია, ის ფუნქცია, შეკითხვის დასმის ფუნქცია, მთავრობის წარმომადგენლებისთვის, დამატებითი მოსმენის ფუნქცია, მაღალი თანამდებობის პირების მოწვევის ფუნქცია, დამატებითი დებატების ფუნქცია. ანუ პარლამენტი რეალურად დაკოდეს, დაასახიჩრეს, ჩამოართვეს მას უამრავი ფუნქცია. აი ეს რასთან არის დაკავშირებული? სამუშაოს იმსუბუქებენ თუ რას გაურბიან ამ შემთხვევაში? სამუშაოს იმსუბუქებენ და ცდილობენ ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ წრეში. ირაკლი კობახიძემ, დინარაძემ და მაგათმა მეგობრებმა ვიწრო წრეში თუთ მათმა კაცმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფრის ბედი და რაღაცა დამატებითი სტრუქტურები არ არის საჭირო. ეს არის მაგათი პოლიტიკა და რა კრიზისი არ არის ლაპარაკი. ანგრევენ პოლიტიკურ სისტემას კლიანად და საფუძველს აცლიან და ვერავის ვერ ელაპარაკებიან და პარლამენტის წევრებს იცნობ თქვენ? ეს ანონიმური პირები, ფანტომასები ხედავ პარლამენტში რო არ ვიცით მიღმა ვინ არიან, არავინ რო არ იცნობს, თავის მეზობლები არ იცნობენ. ამ საჯარო მაღალი რანგის დაწესებულების წევრებს, რომელიც უნდა იყოს მთელი საქართველოს წარმომადგენელი და მთელი საქართველოს მესიჭრე. და ეს რას ნიშნავს? ესეთი პარლამენტის არსებობა და სხვათა შორის ბარემ სიტყვა მოიტანა, შეძრწუნებული ვარ მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებებით. ესე იგი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თვითონ არარაობათ მიაჩნია თავისი თავი.
იმიტომ რომ რაც ამ თანამდებობაზე არჩეული ლაპარაკობს, ტაბულამ რა გრანტი აიღო, რა სემინარი ჩაატარა ეკა გიგაურმა, ვინ ყავდათ მოწვეული ებერტის ფონდის კონფერენციაზე, რამდენი ადამიანი წაიყვანა ბაკუნიაში ადენაუერის ფონდმა. ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქცია, რომ რომელიღაცა ფონდების მიერ დაფინანსებულ ზოგიერთ ჭკვიანურ და ზოგიერთ იდიოტურ პროექტზე რომ ვილაპარაკოს დაუსრულებლად და ამ პროექტების მონაწილეებმა დისკუსიებზე რა თქვეს ეს გაარჩიოს? ამ ჭრილმანებზე უნდა ლაპარაკობდეს ქვეყნის მეორე პირი კონსტიტუციის. ეს ჭრილი არ არის, როცა ქვეყანაში არის თქვა ბავშვების შიმშილის პრობლემა. პური შეიძლება ყველას საკმაოდ ნორმალურად ვერავინ ვერ იკვებება და ესე შიმშილის ფორმაა, ხო? არის განათლების პრობლემა, უამრავი სტატუსშეჩერებული სტუდენტია. 700,000-ზე მეტი საქმების პრობლემა. სოციალურად დაუცველი გვყავს ასევე, დიახ. სოციალური პრობლემა, ან რეგიონში დაიქცა ქვეყანა, აგერ ირანში, უკრაინაში, რაღაც აზრი ხონდა კონდეს ამასთან დაკავშირებით. ან რაღაც უამრავი თემა პოლიტიკური და კაცი დაძდეს NGO-ებს და NGO-ების ჩატარებულ დისკუსიებს. და ვინ მოიწვია და აალაპარაკა და მე ამაზე საუბრობს დილიდან საღამომდე. ანუ ეს არის საკუთარი თვით აღქმა. კაც თავი მიაჩნია, რომ არაფერი არ არის. აი ბატონ ლევან. და ეს თვითონ თანამდებობის დამცირებაა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის რეგიონის პაპუაში ტრაბედიელის ეგ მე ძალიან კარგად ვიცი და სადაც დაამთავრებს ის კარგად ვიცი და თანამდებობა ხო უნდა ცეპატი ეს სახელმწიფო თანამდებობა სახელმწიფოს შეგრძნება ხო უნდა ქონდეს ხულას და ჯიხუს და საქართველოს არ უნდა დაამსგავსო ქვეყანა მაგრამ ამას ამსგავსებდა და მე ამბობენ რომ კრიზისში არა ვარ ხო და რა ვიცი აი ბატონ ლევან, თქვენ თვითონ რამდენჯერმე შეეხეთ სოციალურ საკითხებს ჩვენს ქვეყანაში არსებულს, მეც დავძენ იმას, რომ წლიდან წლამდე 100,000-ზე მეტი ადამიანი იმიგრაციაში გადის საქართველოსთან და გარდა ამისა, ყოველდღიურად გვიძვირდება ცხოვრება, ხომ? საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს გარდა ამისა 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს ქვეყანაში, ამას თავად სააგენტო აქვეყნებს ამ მონაცემებს, ხომ? ეს არ არის რაღაც მციდან მოტანილი ინფორმაციები. აი ამ ფონზე რამდენად ასე ვთქვათ სამართლიანია რომ არც საკანონმდებლო ორგანოში არც კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან არც ოპოზიციის არც ქართული ოცნების მხრიდან არ გვესმის ესეთ სოციალურ საკითხებზე საუბარი დისკუსია და რა შეიძლება ჩვენ საზოგადოებამ აი ამ ყველაფრის შესაცვლელად გავაკეთოთ იმიტომ რომ მუდმივად გვაქვს ეს პრობლემა ხელისუფლება რომელიც არ უნდა იყოს ჩვენ ყოველთვის საუბრობთ იმაზე რომ არაფერი არ შეიცვალა ადამიანების პირად ცხოვრებაში არ გავიაფთათ კომუნალურები, საწვავი, ასე შემდეგ. ხომ ის ყველაფერი რაც ყოველდღიურობაში ადამიანებს შეუმსუბუქებს ყოველდღიურ ცხოვრებას. აი ამ ყველაფრის დასაცავად რა შეიძლება გავაკეთოთ და ჩვენი უფლებების დასაცავად. ჩვენ კარგად უნდა შევიგდოთ, რომ ყველაზე პოლიტიკური საკითხი არის სოციალური საკითხი ამ ქვეყანაში. დღეს რომ სეზონური ხილი შემოდის ქვეყანაში და ბავშვების იმუნიტეტისთვის, ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სეზონური ხილის მიღება და მარცხი რო 15 ლარი ის და ბალი რო 22 ლარი ეს პოლიტიკა ამაზე უნდა ვიჩვენოთ და ვილაპარაკოთ. დილას ნორმალური გზის დალევა თუ გინდა შემოსულისთვის ის რძე კარგი 8 ლარი ის და შხამიანი 5 ლარი. ხო, აი ეს პოლიტიკური საკითხია და ხელმისაწვდომობა რო არა ელემენტარული იმაზე რა ქვია სასარგებლო ნივთიერებებზე და საკვებზე ბავშვებს ეს პოლიტიკური საკითხია ის უნდა გავაცნობიეროთ ხო და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს და ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარეობს რომ კვების მრეწველობა არ არის განვითარებული ამ ქვეყანაში და იმპორტია წახალისებული და ლაშა-პაპაშვილების შეუგლობენ ფულს რომ ჩვენ მერე მილიარდად ვიყიდეთ ხოლმე ელემენტარული პირველადი მოხმარების პროდუქტები. აი როცა გავაცნობიერებთ რომ ეს პოლიტიკური საკითხები ეს სოციალური საკითხები არის პოლიტიკური, მაშინ შეიძლება რაღაც შეიცვალოს, თორე პოლიტიკა ქვეყანაში გონიათ მართლა ხაზარაძე მიიღებს თუ არა მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და დანარჩენი მეტი არაფერი და მე ვეუბნებით რომ თქვენს მაცივარში რაც ხდება, თქვენს სასურსათო მაღაზიაში რაც ხდება, თქვენს საფულეში რაც ხდება ეგ არის პოლიტიკური საკითხი. თან პოლიტიკური საკითხია იცით რა და ეს მარტო პოლიტიკური არა, ეს უკვე მორალის საკითხი. ამასაც მინდა შევეხო, მინდა თქვენ მანებივრებთ ხოლმე ამ საშუალებით, რომ რაღაც თემებს
შევეხო და რაღაც თემებზე ვისაუბრო. ხო, ეს არის უკვე მორალის საკითხი. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ქვეყნის მთავრობის წევრს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ყოფნის თავხედობა, რომ თან კონდეს პრეტენზია იყოს ამ ქვეყნის მმართველ კლასში და თან 40,000 ლარი გადაიხადოს ორ ჩანთაში. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში იქნებოდა ეს რა ვიცი საფრანგეთი, გერმანია თუ სომხეთი. ხო, ამას არავის არ შეარჩევს. კიდე ეს ყბადაღებული თემა და ყველა მიცის საქართველოში რომ იბომბებოდა ლონდონი, დედოფალი ამბობდა რომ შეშა შეუკეთოთ ემაშიო, ბუხარშიო, განამაც რამე საჭმელი აკლდა როგორც რიგით ინგლისელებს. ან ასე შემდეგ უბრალოდ არის რაღაც სოლიდარობა, როცა ყველას უჭირს, შენს თავშეკავებული უნდა იყოს და ფუფუნების საგნებზე ისა გიჟი არ უნდა მოგდიოდეს და 40,000 ლარის გადახდა დღევანდელ საქართველოში ორ ჩანთაში, მაშინ როცა ხარ კულტურის მინისტრი, ესა მარტო უკულტურობა, უნამუსობა, უღირსის აქციები და შენი ქვეყნის უპატივცემულობა და ხალხის გაჭირვების არაფრად არ ჩაგდება და არაფრად არ აღქნა. ეხლა ხალი რომელიც 40,000 ლარად ორ ჩანთას ყიდულობს, ის დაფიქრდება იმაზე, რომ აი აქ ეხა რო დადიან ამ სკვერში ბავშვები, ბალი არ უჭამიათ და ძე არ დაულევიათ. არ დაფიქრდება ამაზე. მორალის საკითხი არის ლიზა ისიც რომ ყავს ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონი, მაგას ვენაცვალეს და გაგვახარა დიპატისცენ ღმერთმა ჯანმრთელობა მიცეს, გრანდიოზული შრომა გასწია, რომ ეს მედლები მოეპოვებინა მასზე, როგორც სპორტსმენზე თუ მომიბრუნდეს ენა, დამეცეს მეხი და გამჭრას შუაში. მაგრამ როგორც პოლიტიკოსზე ვლაპარაკობ, მე ბატონ ვაშა ტალახაძეზე ჯერ გამოდის და მთელი თავისი ცხოვრება კაზინოებს იცავს, ტოტალიზატორებს იცავს, იმასი არის გადაფარებული, ვერაფერზე ხმას ვერ ამოაღებინებს, მაგრამ რომელიმე ბეჭს თუ გაუჭირდა და რომელიმე რულეტკას თუ გაუჭირდა, პირველი გამოდის ხოლმე პრესკონფერენციაზე და ენას ვერ აჩერებს და კაცი კადრულობს იმას, რომელსაც რა ვიცი, რამდენი მილიონია, რამდენი ბიზნესია, გამხელა ქონება ფიქციურად საქმდება შინაგან საქმეთა სამინისტროში უფრო სპეციალისტად, როცა ჩვენ სირგული არის უამრავი ახალგაზრდა, უამრავი დამსახურებული ახალგაზრდა, რა ვიცი, ოქსფორდი და კემბრიჯია დამთავრებული გრონინგენის უნივერსიტეტზე რო არ ვთქვათ და ისინი ელემენტარულ სამუშაოს ვერ შეულობენ. ეს სადაური წესია, რომელ კარაბადიში ამოიკითხეთ ეს წესი, რომ თხულა შეიძლება დასაქმდეს სამინისტროში, ისედაც მილიონერი მოხდა და კიდე 12,000 ლარი აიღო სახელმწიფოს ბიუჯეტი და ნამუსი აღარ არის, რაღაც წესი ხო უნდა არსებობდეს. ხო და ესეთი თემები არის შესამჩნევი, ხო? და ესეთ თემებზე არის სასაუბრო. იგივე ისე მზია ამაღლობელის თემა რო დავაბრუნოთ, მზია ამაღლობელმა 3 თითი შეახო ნიკაბზე თხებუაძეს და ამდენი წლით ციხეში ამწყდებენ და პოლიცია თვით რო იწევს და მანდატური სამსახური თვით რო იწევს ადამიანებს სასამართლოში და იატაკზე რო ახოხიალებს, იქ ამ მანდატურებს არაფერი არ ეხებათ. თუ ვიღაცა აქტივისტმა ხმა ამოიღო და Facebook-ზე მონა დაუძახა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, ესე იგი ის უნდა დააჯარიმო 4,000 ლარით და სხვირპირი რო ჩაუნტრია რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სპეცრაზმა მელმა 10 ადამიანს, იმათ არავინ პასუხს არ მოთხოვს. და ეს სადაურის სამართალია. აი ბატონ ლევან, ამაზე მინდოდა მეკითხა. რომელ ტრადიციებში წერია, რომელ მორალში წერია. ესა უზნეობა და ამას უნდა შევხედოთ თვალებში. ქართული ოცნება უზნეობით მსგავსება ნაციონალურ მოძრაობას. ვის დონეზეა როგორი ამორალური იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლები, ისეთი ამორალურია დღევანდელი ავტორიტარიზმი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა. ბატონ ლევან, აი თქვენც ახსენეთ და ამ კანონზე მინდა გკითხოთ სოციალური ქსელების კონტროლი არასდროს ალბათ აი ასეთი პრეცედენტი არ გქონია ჩვენ და რაღაცნაირად სიახლეა ჩვენთვის, ხომ? აი ეს რა სახის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანებს ხოლმე სოციალური ქსელი რჩებოდათ ხოლმე იმ ადგილად, სადაც არ ვიცი, გულის მოუხება შეეძოთ ხოლმე და იმის დაწერა და იმის თქმა, რაც ვთქვათ, არ
არის შესაძლებელი რომ პირადად უთხრა ვიღაცას და ეს იყო ის სივრცე რომელშიც თავისუფლად გრძნობდნენ ადამიანები თავს თუნდაც ახალგაზრდები და დღეს რაღაცნაირად ესეც კონტროლდება მიუხედავად იმისა რომ ვთქვათ ტელევიზიებში ხდება ხოლმე ასეთი რაღაც სოციალურ ქსელზე ნამდვილად არ ველოდი მე პირადად ამიტომ თქვენი დამოკიდებულება საინტერესოა რა არის ეს რა ხარისხთან აგვაქვს სიტყვის თავისუფლების რა ხარისხთან შეზღუდვის შეხება და ასევე მედიის ნაწილშიც საინტერესოა მედიასთან დაკავშირებით შესული ცვლილებები კანონ პროექტში თუნდაც ის რომ ვთქვათ ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრის გამოხატვის დროს რომ ეს არის მისი საავტორო გადაცემა და ეს არის მისი აზრი და ასე შემდეგ აი ეს ყველაფერი რას ემსახურება და რას გვაჩვენებს რისი მაგალითია რომ გითხრათ დიქტატურაში ცხოვრობ გაუსწოროთ თვალი არაფრის ილუზია და იმედი აღარ უნდა გქონდეს ეს არის ავტორიტარიზმი გაფორმებული თავისი ყველა ნიშნები მათ შორის ცენზურის ნიშნითაც ხო მივიღეთ ცენზურა მედიის და რაც თავარი ახალ ამორალობასთან უზნეობასთან და ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე ჩვენი გადაცემა რო დასრულდება კომენტარებში როგორც ყოველთვის ეს ხდება ხოლმე მე დამემუქრებია ან დამიძახები რომ მართუნჯი ვარ მალე მოვკვდები გული ხოლში მაგ გახვეული და ეგარ ვისუნთქებ მე თქვია რომ რა გაცვია გაუთოვებელი საროჭა გაცვია შემონა მართუნჯო ვიშაზე გაიყიდე და 1000 საზისრობას დაწერე მაგრამ იმათ პასუხს არავინ არ მოთხოვ მაგრამ ვიღაცა უპირინო მართლა მასწავლებლების რო ჯერა და შექმნილების თეორიებში რო არის ჩავარდნილი და გულში რო წავარდნილი იყო ამერიკანისტი ეგეთ დეპუტატს თუ დაუძახა ვიღაცა მონა იმას მოპილებს დააბედეთ ან 5000 ლარს გადაახდენდა და ეს არის ქართული ოცნების მოტანილი სამართალი ესე იგი ვინც ჩემ მხარეზეა ის ადამიანია მას გაუფრთხილდები მას დავიცავ მას მოვული თავზე ხელს გადაუშვა მაგრამ ვინც ჩემ მხარეს არ არის ის არ არის ადამიანი და თუ გინდათ მოკალით, თუ გინდათ დასწერეთ, თუ გინდათ შეურაცხყოფა მიაყენეთ, ის ჩემ მხარეზე არ არის იმის დეჰუმანიზაცია უნდა მოხდეს. და ეს პოლიტიკა აქვს არჩეული, არა და ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და მიდგომა ყველა ჩვენგანი იმას უნდა იყოს ერთიანი და თუ ხდება ადამიანთა ერთი ჯგუფის დეჰუმანიზაცია, ანუ მისი დაცვა ადამიანური თვისებებისგან, ანუ მისი წარმოჩენა არა ადამიანად, აი ეს ვადებს საზოგადოებაში აგრესიას, სიძულვილს, ძალადობას და შევყავათ იმ სპირალში, რომელსაც დასასრული არ აქვს და მივყავათ ამას სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელიც მაინც და მაინც ომის და რუსთაველზე ბომბების სროლის და ჰაუბიცების სროლით არ გამოიხატება ეს ქართული ოცნების წევრებმა მოიკითხონ თენგიზ შარმანაშვილებმა იმან ქადაგიშვილებმა და სხვაებმა რომლებიც იდეურად ამზადებდნენ მართლა სახელმწიფო გადატრიალებას და ბომბის სროლას და ესეც ორმაგი სტანდარტია ლიზა მე არაფრის სროლას არ ვემხრობი მაგრამ ის ადამიანები რომლებმაც ბომბი ესროლეს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ბომბი აუბიცა ტყუიამფრქვევი ესროლეს პრეზიდენტს და სასახლეს და ბენზინიანი ავზი ესროლეს ზემოდან ვერტფრენიდან პარლამენტის შენობას და ცეცხლი წაუგდოს პარლამენტის შენობას. ის ხალხი დღეს ადამიანებს ამუნათებს ის როლის გამო. ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა არც ის როლან სწორი, მაგრამ სიმაღლე, პედესტალი, ცოტა მოანგრიეს პედესტალი და ცოტა თანასწორად ელაპარაკეთ ადამიანებს თუ გინდათ რომ მართლა ელემენტარული რაღაც შვიდობა და გაგება იყოს ამ ქვეყანაში. თორე მივდივართ კიდევ უფრო ღრმა უსკრუპში. ბატონო ლევან, უღრმესი მადლობა gadაცემაში მონაწილეობისთვის და იმისთვის, რომ თქვენი შეფასება მოისმინეთ ჩვენმა მაყურებელმა თუ რადიომსმენელმა. მე მაყურებელსა თუ რადიომსმენელს შეგახსენებ თქვენ უსმენთ ლევან ლურთქიფანიძეს, ანალიტიკოს და ჩვენ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით gadაცემის მეორე ნაწილით და კვლავ შემოგთავაზებთ საინტერესო სტუმართან ერთად ანალიზს ამჯერად უკვე სხვა საკითხებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. ახლა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები